მოგესალმებით, მე სოფო ვარჯაფარიძე. ეს არის გადაცემა მედგიდი. თქვენი გზამკვლევი მედიცინაში. ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ზუსტად ამ წუთს, ამ მომენტში ათეულობით ადამიანს ინფარქტი ემართება. წლების განმავლობაში ინფარქტი ბევრისთვის ასოცირდებოდა ასაკთან. ასე ვფიქრობდით, მაგრამ რეალობა მკვეთრად შეიცვალა. ინფარქტი გაახალგაზრდავდა და დღეს უკვე ხშირად გვესმის 30-40 წლის ადამიანებშიც. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში. არის თუ არა სტრესი, ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, იგნორირებული სიმპტომები, ინფარქტის გამომწვევი ნიშნები. მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ინფარქტია. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ინფარქტის დროს პირველი წუთები და საათები გადამწყვეტია, მაგრამ რამდენად ვიცით ინფარქტის პირველი ნიშნები? ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად გაახალგაზრდავდა ინფარქტი და რატომ ხდება ეს. რას ნიშნავს დროული, სწორი პირველადი დახმარება. დღეს ჩვენთან ერთად არის ექიმი, ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი, რომელიც დეტალურად აგვიხსნეს თუ რა არის ინფარქტი. ასევე ჩვენი სტუმარია ტელეწამყვანი ლევან ბუთხუზი, რომელმაც ინფარქტი ადრეულ ასაკში გადაიტანა და ახლა დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას. ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი არის ჩემთან სტუმრად. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში, რომ გვესტუმრეთ და ასეთ მნიშვნელოვან თემაზე გადაწყვიტეთ საზოგადოებასთან საუბარი. ბატონო ზვიად, რა არის ყველაზე ყურადსაღები ნიშნები, რამაც შეიძლება გვანიშნოს, რომ დიახ, ეს არის ინფარქტი? მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის, სოფო. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემას ეხებით დღეს, როგორც არის გულის იშემიური დაავადება ქვია. დავიწყოთ ესე, გულის იშემიური დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული გულის იშემიური დაავადება. როდესაც კონკრეტულად ინფარქტზე თქვენი დასმული კითხვა არის, რომ ინფარქტზე უნდა ვისაუბროთ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. აღსანიშნავია არის, რომ დღევანდელ დღეს სოფლიოში გულსიზავთა სისტემის დაავადებები, როგორც აღნიშნე, პირველი არის მთელ სოფლიოში, არ აქვს მნიშვნელობა განვითარებული ქვეყანა, სოციალურად, ეკონომიკურად თუ დაბალ საფეხურზე უყოფება პირველ ადგილზეა ყოველსათვის. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფართო სპექტრი არის ჩივილების, სიმპტომების, სხვადასხვა ასაკში, რა თქმა უნდა, არ ხდება ბავშვთა ასაკში, სხვადასხვა ასაკში. იგივე გაახალგაზრდავება ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, იგივე ცხოვრების წესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი. თუ კი ჩვენ ვიცით, ჩვენი გენეტიკური განწყობა, ადრეული პროფილაქტიკური კვლევები ყოველთვის აგვაცილებს, რა თქმა უნდა, გენეტიკის შეცვლა ვერავინ ვერ ვახდენთ, თუმცა თვითონ პროფილაქტიკური კვლევა, რის ფაქტორების მართვა სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს აუმჯობესებს ნამდვილად. მოგეხსენებათ, რომ არის ორი მედიცინაში, პირველადი პროფილაქტიკა და მეორადი პროფილაქტიკა. პირველადი სანამ რაიმე დაავადება განვითარდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად მას უნდა იყოს კონცენტრირებული. ის იქნება სახელმწიფო დაზღვევა, თუ კერძო დაზღვევა, თვითონ ადამიანების ცნობადობის ამაღლება, გარკვეულწილად პრაქტიკულად შეიძლება სიტყვა იძულება, მაგრამ პროფილაქტიკური კვლევებით, რათა შემდგომში არ მოხდეს გართულება და მე აუცილებლად სჭირდებათ იგივე კვლევების უფრო მეტის და იგივე მედიკამენტებს, რაც უკვე მეორადი ხდება, უკვე დაავადება როდესაც განვითარდება. რაც შეეხება, როგორც თქვენ მკითხეთ, არის ეს სიმპტომებთან დაკავშირებული, ხო, რა შეიძლება იყოს გულის იშემიური დაავადების გამოვლინება. რეალურად რამდენიერი ადამიანიც არის, იმდენიერი სიმპტომი შეიძლება იყოს. ვიღაცისთვის აღქმა სუბიექტურიც არის ობიექტური ბევრი. კლასიკურად არ მტკივა გული და არ შეიძლება ეს გული არ იყოს, ესე არ არის.
რაც შეიძლება ვის ეხება ეს იგივე რა ასაკოვან ჯგუფშია საუბარი, რა რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, არის თუ არა შაქრიანი დიაბეტი, სადაც სტატისტიკურად შაქრიანი დიაბეტის პაციენტებში ძალიან მაღალი არის მიოკარდიუმის ინფარქტი და გულისის შემოვლილი დაავადება. შაქრიანი დიაბეტის პაციენტებში განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, სადაც არ არის კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი, ანუ აქ არის საუბარი, სადაც გლიკოზირებული ჰემოგლობინი მაღალი აქვს, სტაბილურად მეტნაკლებად მართავს, არ იცავს დიეტას, სხეულის მასის ინდექსი მაღალია, ძალიან ხშირია მწვავეობა. რატო არის საყურადღებო, რატო უსვევ ხარ შაქრიანი დიაბეტს, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეიძლება კლასიკურად გამოხატული სიმპტომი არ იყოს, ტკივილი არ ქონდეს, შეგრძნება არ იყოს. ან თქვათ რომ, როდესაც ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი და ამ დროს ემართება ინფარქტი, ტკივილები არის ნაკლები. შეიძლება მანამდეც არ ქონდეს ტკივილი, იმიტომ რომ გამოხატული იყოს რაღაც ნიშანი, როგორც ყოველთვის არის ხოლმე, ეს არის შედარებით ადვილი დაღლა, ქოშინი, კიბეზე ასვლის დასვენება. თხა სიტყვაზე, როდესაც გადიოდა მაგალითად 500 მეტრს რაღაც პერიოდის შემდეგ შემცირდა ეს მანძილი და უფრო ადვილი დაიღალა. შემდგომში კიდევ შემცირდა და უფრო ადვილი დაიღალა. შეიძლება იყოს ეს ქოშინ გამოხატული შემთხვევაში პაციენტი ემოდიან, რომელიც ამბობს ამბულატორი ვიზიტია საუბარი, რომ მას არაფერი არ ეწუხებს, უბრალოდ მალე იღლება. და იქ თუ რის ფაქტორებს ნახავ, აუცილებლად მიდიხარ შეიძლება კორონაროგრაფიამდეც კი, იმიტომ ადვილი დაღლა, ქოშინი, გაჩერება, პულსის აჩქარება, არითმია. არის შემთხვევები, როდესაც დატვირთვაზე არითმია იწყება, შეიძლება ესეც ნიშანი იყოს ის შემოვლილი დაავადების. არ არის აუცილებელი კლასიკურად გული ტკივოდეს, ეს შეიძლება იყოს მკერდის ძვლის უკანა, შეიძლება იყოს მკერდის მარცხენა მედრე, შეიძლება იყოს ქვემოყბის ტკივილი, სხვადასხვანაირი არის. ანუ ყოველთვის არის რაღაც ნიშანი, რომელიც არ უნდა და ეს შეიძლება იყოს გულძმარვა და ეპიგასტრიუმ შეტკივილი. ლევან, შენ ძალიან ადრეულ ასაკში გადაიტანე ინფარქტი. მოგვიყევი აი რა ნიშნები გქონდა, როგორ მიხვდი რომ ეს იყო ინფარქტი? იცი, სოფო, ძალიან უცნაური იყო ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ მანამდე აი მე და ზვიათი ვლაპარაკობდით ის გადაცემამდე და მკითხა რომ რა ნიშნები გქონდაო, რა კლინიკური ნიშნები გქონდაო და შემიძლია ვთქვა რომ ეხლა ამ გადასახედიდან პრაქტიკულად ვერ ვიხსენებ ვერცეთ ისეთ კლინიკურ ნიშანს, რომელმაც დამაფიქრა, რომ მანამდე შემამზადა ორგანიზმმა რაღაცნაირად. აბსოლუტურად არანაირად გადაცემა მქონდა. ტელევიზიაში კვირა დღე იყო, ეს ზუსტად მახსოვს, აპრილი იყო, დაუბრუნდი სახლში და ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობა იყო ის, რომ ცოტა დაღლილი ვიყავი და იმ დილას თითქოს რაღაცა აი მხარი, მარცხენა მხარი თითქოს მტკიოდა, ოღონდ მივხვდი რომ ჩვეულებრივი მარცხენა მხარის და სახსრის ტკივილი არ იყო. ცოტა გაუგებარი წარმოშობის ტკივილი იყო, მაგრამ ეჭვი არაფერზე მიმიტანია და სადღაც ეს დაძინება მომინდა, რაც ჩემთვის პრაქტიკულად უჩვეულო იყო ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში და დავიძინე სადღაც 1 საათში გამოღვიძა წარმოუდგენელი ტკივილის მკერდის არეში. ნუ იმ წუთში მივხვდი რომ რაღაცა სერიოზულს ვიყავი, ასე ვთქვათ, სერიოზული წინაშე ვიყავი, თუმცა ვერ მივხვდი მაინც რა არის, მივხვდი რომ გული იყო და აი როდესაც, ნუ ახლა რადგან განათლებით ფიზიოლოგი ვარ და დაახლოებით შეიძლება წარმოდგენა მქონდა რა შეიძლება ყოფილიყო, ახლა მედიკი მე არა ვარ, შენ კარგად იცი, მაგრამ მივხვდი რომ ეს შესაძლებელია ინფარქტი ყოფილიყო და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარს უკან გადამივიდა ტკივილი და აი ბეჭდში დამეწყო და როდესაც დამეწყო გაკავება მარცხენა ხელის. და რაც ძალიან სიმპტომური იყო, რაც არასოდეს არ მქონია მანამდე და ნუ იმედი მაქვს რომ მეც არ ვიქნება, იყო ცივი ოფლი, ძალიან დიდი რაოდენობის, აი უცებ დავსვოლდი ცივი ოფლით და გამოვედი ოჯახის წერები დაეჩემი იყო და რა მოგივიდა, ცუდა ხარ, იმიტომ რომ თეთრი ხარო. და მეუთხარი რომ უკვე ნუ სასწრაფო გამოიძახე, იმიტომ რომ ალბათ არა ვარ კარგად მეთქი და უკვე ვიცოდი პრინციპში რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ალბათ მქონდა. ეს ჩემი თვით დიაგნოზი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემ თავს არ ვენდე და შენ კარგად იცი რომ ყოველთვის მიყვარს რომ ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და გამოვიძახე სასწრაფო და ნუ იმ წუთში გადამიყვანეს საავადმყოფოში. და შემდგომ უკვე დაგჭირდა სტენტირება. იცი რა თქმა უნდა, გავიარეთ გარკვეული პროცედურები ძალიან სწრაფად, უნდა ითქვას, ძალიან კარგი კარდიოლოგები აღმოჩნდნენ, კვირა დღე იყო, მიუხედავად ამისა, რომ ესე იგი მორიგეები იყვნენ, მიუხედავად ამისა, ეს სამწუხაროდ ასაღნიშნია, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ ქვეყანაში ხდება ხოლმე რომ აი რატომღაც მორიგეობა და თუმცა კარგ კლინიკაში მოხვდი, კარგი ექიმები იყვნენ, უცებ მიხვდნენ, რა თქმა უნდა, ახლა სპეციალისტი უცებ მიხვდება რაშიც არის საქმე და ნუ მითხრას რომ სტენტირება გასაკეთებელი იყო და აქვე მინდა ვთქვა რომ თუნდაც მაყურებელს რომელიც ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რამდენად მტკივნეულია ეს პროცესი ნამდვილად თანამედროვე მედიცინა ისე განვითარდა რომ სრულიად დასატანი არავითარი ტკივილი არ არის, დისკომფორტი არის პატარა. ეხლა არ მინდა პროცედურები მოვყვე, როგორ ხდება, რა ვენიდან ხდება, შესვლა რა სისხლძარღვიდან, უბრალოდ
მაგრამ სრულიად ასატანი არის, შემიძლია თქვა თამამად, რომ ეს არის აი კბილის დაბჟენვაზე უფრო მარტივი. ნუ რა თქმა უნდა, გრძნობ რაღაცას, ახლა ეს არ არის, რომ არის ამ შვენიერია, ნამდვილად შვენიერი პროცედურა არ არის, სტატირება არ არის, მტკივნეული უბრალოდ გრძნობ. გრძნობ. იცი რა, გრძნობაც ის არის, რაღაცა მომენტში მითხრა ექიმა, რომ იცით რა, აი ეხლა ამ წუთას ცოტა წამოგტკიდება. ცოტა წამოგტკიდება, მაგრამ არაფერი, რამდენიმე წამში გაივლის და ზუსტად ასევე მოხდა. ასე რომ ვერ ვიტყვი რომ რამე კატასტროფული ის არის. თუმცა შეგრძნება თავისთავად გაცილებით უფრო ეს მძიმე არის, როდესაც იცი რომ გული ტკივა და ალბათ ინფარქტი არის. რა არის ის რისკ ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინფარქტის განვითარების რისკს? კი ბატონო, ჩამოთვალოთ საკმაოდ დიდი ჩამონათვალი არის რისკ ფაქტორების, რომლებიც გულის შიშემურ დაავადებას და გულის შიშემურ დაავადებას შემდგომში მერე მიოკარდიუმის წავა ინფარქტის იწვევს. ერთ-ერთი პირველი რისკ ფაქტორი შეგვიძლია ვთქვათ ეს არის ნიკოტინი, თამბაქოს მოხმარება, რომელიც მკვეთრად ზრდის გულსიზავთა სისტემის დაავადებების ეს როგორც არის მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. ესევე პროგრესირებას უწყობს ათეროსკლეროზისას მკვეთრად. თუ სიგარეტი, ნიკოტინი ძალიან მაღალი რისკ ფაქტორია გულის შიშემურ დაავადებისთვის. ესევე მეორე რისკ ფაქტორი არის შაქრიანი დიაბეტი. რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი არ არის განაჩენი, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, რომლებსაც პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს და ბავშვობის განვითარებულია. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში არის ძალიან მარტივი წესი, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს და დაიწყებს დაავადებასთან ერთად თანაცხოვრებას, დაავადება აღარ არის მისთვის განაჩენი უკვე პროგრესირებას აღარ განიცდის და რისკ ფაქტორებს თუნდაც რატო შაქრიანი დიაბეტი ცუდი იწვევს ინსულტს რისკ ფაქტორს ზრდის ინსულტს ინფარქტის თირკმლის უკმარისობას თვალის ფსკერს აზიანებს და ასე შემდეგ. შემდგომი რისკ ფაქტორი არის მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც თulis რომ არტერიული ჰიპერტენზია და ძალიან მსუბუქად ამბობს რომ წნევა მაქვს. ესე მარტივად ეს არის არტერიული ჰიპერტენზია არის მაღალი რისკ ფაქტორი გულის შიშემური დაავადების. ესევე განვითარების თირკმლის უკმარისობის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის. არტერიული ჰიპერტენზია ესევე სუბიექტური აღქმა არის მოსახლეობაში, რომელიც თulis რომ 150-90-ანასთან მაგალითად არის მისი წნევა. ჩემი წნევა. ჩემი წნევა. ანუ თვითონ არქმევენ ადამიანები, რომ ეს არის ჩემი წნევა და იმის ქვევით არ უნდა დაიწიოს. თქვა თუ აქვს 180, ის უნდა იმკურნალოს იგამდე რომ ჩამოდის 150-ზე, თორე 130, 120 იმის წნევა არის. ამიტომ ძალიან მარტივი განმარტება არტერიული ჰიპერტენზიასაც სტუდენტები მესამე კურსზე ალბათ უკვე სწავლობენ და ამის არის guideline რეკომენდაცია დიდ სახელმწიფო თავი გავანებოთ. ბოლო რეკომენდაციით არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის და ამერიკის გულის კარდიოლოგთა გულის ასოციაციის და American College of Cardiology-ის რამოდენიმე გაზომვაზე თუ დააფიქსირებ 130-90-ზე დაიწყებ მკურნალობა ნებისმიერ ასაკში. რა თქმა უნდა არის იქ ჰიპერტენზია არის პირველადი და მეორადი, ანუ ესენციურ თუ კი იქ რაიმე სხვა დაავადების მიერ გამოწვეული თუ კი არის მაგალითად ხანგრძლივი შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც უკვე მოგვცა გართულება, თირკმლის უკმარისობა, დიალიზამდე ჯერ კიდევ შორი გზაქვს, კრეატინინი მაღალი არის, იქ არ იბრძვი რომ 100-ზე დაწიოთ ფიზიკურად შეუძლებელი, ეგ შეიძლება იყოს 130-140, ანუ რისკ ფაქტორი მაღალი აქვს სხვა. განსხვავებული შემთხვევაში სამიზნე ციფრები არის მაქსიმუმი 125-80, იმის იქით ყველასთვის წნევა არის. ჩემი წნევა არის 130, მე 180-ზე კარგად ვარ, ეს არის უბრალოდ მოგონილი. ესეთი ადამიანი აუცილებლად გართულებით თორდება და რეგულარული მკურნალობა ჭირდება. ესევე შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ძირითადად იმ მედიკამენტების დანიშვნა, რომელიც არა მარტო მარტივად წნევას დაწევს, არა მარტო მარტივად შაქარს დაწევს, არამედ სხვადასხვა ორგანოზე დაცვა აქვს. იგივე ანტიშემური დაცვას მაქვს, იცავს ენდოთელიუმის ფუნქციას, რაც მთავარი, ანუ კორონარის სისძაფრი შიგნით რა არის ენდოთელიუმი. ენდოთელიუმის დისფუნქცია სწორედ ისემური დაავადების გამომწვევია და ენდოთელიუმის დისფუნქცია არის ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი შემდგომში, რაც ხშირად ხვდებით ხოლმე კორონოგრაფიაზე უყურებ, ნახულობ, შეიძლება არც იცი ადამიანთან შეხება მწვეველია თუ არა, ალბათ ენდოთელიუმის დისფუნქცია და ის ფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მწვეველია, იმიტომ ენდოთელიუმის ესეთი დისფუნქცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, რასაც ყვები არის სწორედ თამბაქოს მოხმარება. სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ესევე არის ლიპიდური ცვლა. ამასაც ძალიან სუბიექტურად გაიგებთ ხოლმე, რომ ჩემი ხოლესტერინი ექიმო კარგია, იმე წამოსვიდებ. და უნდა აუცილებლად დააკონკრეტებო, ან უნდა ნახო ანალიზი, ვინ რას ეძახს. სამწუხაროდ ყველას ერთი უნდა იყოს, ოღონდ არის რომ
თუ არის მაღალი რისკის პაციენტი, ნახეთ სხვადასხვა არის ჩემთვის, თქვენთვის, ლევანისთვის რისკი სხვადასხვა. ჩემი LDL-ი, ანუ და თქვენი დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის შეიძლება იყოს რაღაც ციფრი, მაგალითად 100 და მე არ ვებრძოლო შენ შემთხვევაში 8-ზე დაბლად დავწვი, იმიტომ მაღალი რისკის არ ხარ, ხო? ლევანთან აუცილებლად 50 და დაბალი უნდა შევინარჩუნო. იმიტომ რომ რაც დაბალი მით უკეთესი არის კვლევები, რომელიც ამბობს რომ LDL-ი გააქვთ საერთოდ ისე დაწია რომ გააქვთ. ამიტომ არის ეს კომბინირებული თერაპია მაქსიმალურ დოზამდე მისვლა მერე დამატებად, ანუ ვისთვის რა არის ამიზნე ციფრი, რომელიც სხვადასხვა არის, რა რისკს მიეკუთვნება. სამწუხაროდ ეს არ არის მართული, კარგად იგივე ჩვენ თანდათან ხშირად მოდის გადატანა ინფარქტი, სტენტი, შუნტი, ინსულტი, ასე შემდეგ უსიზავთა სისტემის დაავადებები და ნახულობ და LDL-6 ისეთი ციფრი, რომელიც აი მეტი დოზა არ დალიო, იმიტომ რომ რაღაც არგუმენტია. დოზა, დოზირება მედიკამენტის კავშირში არის ანალიზის ციფრთან. თუ სამიზნე ციფრი არ მაქვს, როგორც ჰიპერტენზიის დროს, ისე LDL-ის დროს აზრი არ აქვს მე რა დოზას ვიღებ. თუ მაქსიმალურ დოზაზე არ მაქვს ამის უნდა დავა, იმიტომ არის ეს ყველაფერი არის evidence based. ეს არ არის რომ მე ვამბობ, შენ ამბობ, ან ვინმე ამბობს, მეცნიერება ამბობს, ამასაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ ეს ფაქტორიც მე თუ ვიცი ჩემი ოჯახური განწყობა ხოლესტერინლიპიდური ცვლის დარღვევის თავიდანვე მისი. არსებობს ოჯახური ჰიპერქოლესტერინა, რომელიც სტატისტიკურად ცოტა არ არის ბევრი, ოღონდ ეს ადამიანები პრაქტიკულად იციან და 14-15 წლის ასაკიდან უნდა დაიწყონ ოჯახის წევრების გამოკვლევა და ესაც ალბათ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო, იმიტომ შიში არის ანტილიპიდური მკურნალობის 21 საუკუნეში ჩვენ ქვეყანაში პაციენტის და ექიმის მხრიდანაც მაქსიმალურ დოზამდე არ ვიმ ექიმ არ დავლევანს, ეს ხო იწვევს რაღაცა თეორიები აღვიძლის დასლას ამისგან. ანტილიპიდურმა მკურნალობამ, ჰიპერტენზიის მკურნალობამ და რეგულაციამ, არტერი ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. ნებისმიერი მკურნალობის პრინციპი რა არის? მედიკამენტს, რომელსაც ვნიშნავთ, როგორც ხარისხი უნდა გაუმჯობესოს, ესევე ხანგრძლივობა უნდა გაუმჯობესოს. არის მედიკამენტები საბედნიეროდ მცირე სია, რომელიც ხანგრძლივობას ამოკლებს, ხარისხს აუმჯობესებს, ხანგრძლივობას, ანუ ის რა თქმა უნდა, შეიძლება გადავთვალოთ გასათვალისწინებელი მკურნალობაში, ანუ და ესევე არტერი ჰიპერტენზია, მაღალი ლიპიდური სლანო დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, მწვერვალობა იწვევს დაავადებას, როგორც არის გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა პრაქტიკულად ძალიან მძიმე დაავადება, რომელსაც განვითარება ახასიათებს და ადამიანები მიდიან ტრანსპლანტამდე და ელვადამდე და დივაისის ჩადმამდე და ასე შემდეგ. ლევან, ჩამოთვლილი რისკ ფაქტორები, რაც ზვიად მე ჩამოთვალა, შენ შემთხვევაში მე რაც მახსენდება იყო თამბაქოს აქტიური მოხმარება. თამბაქო იყო ეს რამდენად ნამდვილად. შეიცვალა შენი ცხოვრების წესი ინფარქტის გადატანის შემდეგ? იცი, ვერ ვიტყვი რომ თამბაქოს დავანებე ინფარქტის შემდეგ, იმიტომ რომ ცოტა მანამდე დავანებე, იმიტომ რომ მძიმე პნევმონია გადავიტანე მანამდე, ერთი წლით ადრე. და იმდენად ცუდად ვიყავი, ეს იყო კოვიდის უმძიმესი პერიოდი და ლოკდაუნი იყო და ანტიბიოტიკები არ არსებობდა და აი ამ ასე ვთქვათ, ამ პნევმონიამ საკმარისად მძიმე გავლენა მოახდინა ჩემზე და მაშინ შემზიზღდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ესე იგი ალბათ პირველი კურსიდან ვეწეოდი სიგარეტს და ძალიან ცუდი ის იყო, რომ 2 კოლოფს ვეწეოდი დღეში. და ეხლა ზვიადმა რაც თქვა, კი ვამბობ, რომ იცი რა კლინიკური ნიშნები როგორც ასეთი მე ვერ ვატყობდი, მაგრამ მიჩვეული ვიყავი იმას, რომ ვქოშინებდი სიარულის დროს. რა თქმა უნდა ეს იყო მანიშნებელი, რა თქმა უნდა ეს იყო მანიშნებელი. აკონტროლებდი აი მაგალითად ლიპიდურ სპექტრს. არანაირად, იმიტომ რომ სხვა გარდა ქოშინისა და დაღლილობისა, რომელსაც უბრალოდ თამბაქოს ვაბრალებდი, იმიტომ რომ ესე იგი მძიმე მწეველი ვარ და არა, უნდა დავიღალო უფრო მარტივად. ადრე თუ ვთქვათ, ვცურავდი 1 კილომეტრს, რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეული ასაკის და ამდენი. ანუ უკვე შემცირდა ძაცოთ. კი, და ეს იყო ნამდვილად ეს იყო ნიშანი, როდესაც ორგანიზმი მეუნება, რომ თამბაქო კი არ არის მხოლოდ პრობლემა, არამედ შენი გული განიშნებს ამას, იმიტომ რომ ვერ სუნთქავ წესიერად, იმიტომ რომ მძიმეთა ხარ. ეს იყო ერთადერთი, ასე ვთქვათ, რაზეც რისთვისაც უნდა მიმექცია ყურადღება და არ უნდა მეთქვა სულელურად და ინფანტილურად, რომ ახლა თამბაქოს მწეველი ვარ რა. შენი ცხოვრება ინფარქტის შემდეგ. იცი რა, ერთადერთი მე მახსოვს რომ რა თქმა უნდა არავითარი შეხება არ მქონდა ზოგადად ინფარქტთან არ ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემ გარშემო არავის არ ქონდა. ერთადერთი ჩვენი ახლობელი იყო აცგარდაცვლილი მეზობელი, რომელსაც ვიცი რომ მას ქონდა ინფარქტი და მახსოვდა რომ ის აი ბებია ჩემი ასაკის ქალი იყო და მას ის იწვა და 40 დღის განმავლობაში ინფარქტის მერეაც თვალსაც არ ენწრევინებდნენ რაღაც და ეს ჩარჩენილი მქონდა თავში.
როდესაც ახლა ინფარქტი მიიყვანეს, მიმიტანეს ფაქტიურად, სტენტირება გამიკეთეს და პირველი კითხვა რაც ექიმს დაუსვი იყო, რომ ეხლა რისი უფლება არ მაქვს. და ცოტა გავკვირდა. ყველაფრის უფლება გაქვს. ნუ ეხლა მე ვუთხარი ხო შტანგებს ხო არ არა. სიგარეტი თავისთავად ცხადია, მაგრამ არა იუარჯიშეო, ყველაფერი გააკეთე აბსოლუტურად. ეხლა მაინდა-მაინც დღეს მართლა შტანგებს ნუ მიახდებიო და ეხლა დიდი მართლა ძლეოსანი არ ვიყავი, მაგრამ ზოგადად აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით დაბრუნდით და ჯანსაღი კვების წესი დაიცავი და იარე და დამთავრდა. ანუ არაფერი პრაქტიკულად არ შეცვლილა. გარდა კარგისკენ, უბრალოდ კარგისკენ რა შევცვალე იცი რომ ვცდილობ რომ მეტი ვიარო, ვცდილობ რომ უფრო ჯანსაღად ვიყვებო, რა თქმა უნდა სიგარეტს და არც ერთი წამით არ გამჭირვებია და მინდა რომ მაყურებელს უთხრა რომ ეს მითოლოგია არის, რომ იცი რა, აი რაღაცა ნელ-ნელა დაანებე, აი როგორც ამერიკელები ეძახიან cold turkey რა, იმ დღეს რომ დავამთავრე სიგარეტის მოწევა და დავამთავრე და წლები გავიდა უკვე და არც გამხსენებია მიუხედავად იმისა რომ აი ეს ბლანჟი ხომ აქ აი აქ ყვითელი მქონდა თითების ყვითელი მქონდა ორ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი წარმოვიდგინე რა ნუ ნამდვილად ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი რამაც მიმიყვანა აქამდე ნამდვილად ზუსტად ნუ სტრესებიც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა სტრესებიც არსებობდა ჩემ გარშემო ალბათ ქოლესტერინიც ცუდი ქოლესტერინიც ლიპიდური ცვლაც ალბათ არეული იყო თუმცა მე რო გითხრა ვთქვათ ჩემმა კარდიოლოგმა და ანალიზების შემდეგ დიდი სულილებები ვერ აღმოაჩინა, მაინც დაბრალდა იმას, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვიყავი და ალბათ გადატვირთული და არ მივაქციე ყურადღება და თამბაქო ძალიან მიბიძგა ამისაკენ. მე ამას ვაბრალებ ყოველ შემთხვევაში და ჩემი კარდიოლოგია ამას მეთანხმება. თვითონ ცნება რომ ცოტას ვეწევი არ არის. არ არსებობს. ერთი და ერთი კოლოფი, ერთი რეგიონი რისკია შორეული. ზუსტად არსებობს თუ არა ინფარქტის პრევენციის გზები? რა თქმა უნდა არსებობს. როგორც ვისაუბრეთ, თუ კი ჩვენ ვიცით ჩვენი რისკ ფაქტორები, თუ კი ჩვენ ვიცით ჩვენი გენეტიკა, რომ დატვირთულია გულსიზავსა სისტემის დაავადებებით და მას სწორად და კარგად მართავთ, რა თქმა უნდა, მის აცილება შესაძლებელი არის. რაც ადრეული ასაკიდან დაიწყება ამის მართვა, მით უფრო პრევენცია მოხდება და დაცული არის ადამიანი. აქ ძირითადი რაი, როგორც ვისაუბრეთ, არანიკოტინი, შაქრიანი დიაბეტის მართვა, წონაში კლება, ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ასე შემდეგ. ზვიად, რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიზები, რაც ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი არ გვაწუხებს, უნდა ვიკეთოთ, რომ გამოვრიცხოთ ინფარქტი? პროფილაქტიკურად ისე იგივე დავიწყოთ, რომ რა საკის ჯგუფში შეიძლება და რა გაკეთდეს, იგივე თუ თქვათ რა რისკ ფაქტორები აქვს, არის თუ არა ოჯახური განწყობა და გენეტიკური დატვირთვა. თუ როდესაც არაფერი არ აწუხებს, გაჩნია რაიმე ჩივილი აქვს თუ არ აქვს, თუ არაფერი ჩივილი არ აქვს, სასურველია გაკეთდეს ლიპიდური ცვლა, ზოგადად შემოსდოს შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა, გლიკოზ ფარისებული, იმიტომ ძალიან გავრცელებული არის ჩვენ ქვეყანაში ფარისებული ძიებლის პრობლემა, ეს არის გიპერთირეოზი თუ გიპოთირეოზი თუ სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ერთ-ერთი თირეოდიტი ძალიან ხშირია ანთება, ალბათ თირკმლის ფუნქციაც შესასწავლია და პროფილაქტიკური ესე რომ ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე სამწუხაროდ, როდესაც ადამიანი მოდის ამბულატორიულ ვიზიტზე და გეუბნება რომ უნდა კორონაროგრაფიის გაკეთება. კორონაროგრაფია არ არის პროფილაქტიკური ეს ამბულატორიულად უნდა. კორონაროგრაფია არის ინვაზიური ჩარევა, რომელსაც თავის რისკ ფაქტორებიც აქვს და თუ აუცილებელი ჩვენება არ არის პროფილაქტიკა. ეს ძალიან რთულია ზუსტად, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები მაგალითად მე მეკითხები რა, იცი რა რომ მივიდე და რომ გავიკეთო ნუ არ შეიძლება ახლა ექიმმა უნდა გითხრას ხა როგორ შეიძლება შენ თავის თუ აუცილებელი არ არის პროფილაქტიკური კვლევა არ გიგეთებს და მეუბნები იმიდის არ გიგეთებენ თვითონ კონტრასტ ხმარ რომელიც სასურველი არ არის თირკმლისთვის ინვაზიურ პროცედურა რომელსაც შეიძლება დართულება მოგოს ანუ კვლევა არ არის პროფილაქტიკური პროფილაქტიკური არის წლების მართვა ჰიპერტენზიის მართვა ხოლესტეროლის შაქრიანი დიაბეტის წონაში კლება ფიზიკური აქტივობა და შემთხვევით რა გონიათ ხოლმე რომ თუ ჩავიტარებ ამას გამოჩნდება და ამიტომ გაცილებით უფრო სხვა ძალიან კარგად აღნიშნეთ თვითონ მე საბედნიეროდ ხშირად არ ვაღოთ მაგ შემთხვევაში რომ არის, როდესაც ჩივილი აქვს ისეთი, რომ სტენოკარდიას თვლი და თუ არ დაჭირდა ჩარევა და ნახავ კორონაროგრაფიაზე არაფერი არ არის, არაფერი შეიძლება წნევის წამალიც არ დალიოს. ხოლო სტენის წამალს ის თუ გონია რომ всё.
ან ზოგს მცდარი წარმოდგენა აქაც ალბათ ჩვენ უნდა ცნობადობა გავაძლიერო თამაში ავწიოთ რომ ზოგს გონია როდესაც გაკეთა კორონოგრაფია კონტრასტი შედის ალბათ მისი ფუნქცია არის ვიზუალიზაცია მხოლოდ რომ გამოაჩინოს კორონარი ეკრანზე დანარჩენი მას ფუნქცია აფერი არ აქვს დამოსვალი გავიწმინდე გამწმინდა მაღალი წნევა ან ჰიპერტენზია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გითხარი აი რა უნდა ვქნათ ამ დროს და რაზე უნდა გქონდეს ეჭვი როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას რა თქმა უნდა არტო ჰიპერტენზია მართალი ბრძანდებით რომ არის ყველაზე გავრცელებული დაავადება ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება მთელ მსოფლიოში არტო ჰიპერტენზია არის მართვადი მინდა თქვა თამამად რომ სწორად დიაგნოზირებული დროულად დიაგნოზირებული და სწორად მართვადი ჰიპერტენზია სწორად შერჩეული მედიკამენტები არის აბსოლუტურად რა თქმა უნდა გამკურნებადი არ არის ის რომ მოდის პაციენტი თუნდაც 3 თვის 6 თვის შემდეგ აგეუბნება რომ ისევ წნევა მაქვს ექიმოდან რომ დააკონკრეტებებ რომ ერთი თვე დალია წავა კურსი ჩავიტარე ეს არ არის კურსობრივი ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას მათ შორის არტერი ჰიპერტენზია არის ქრონიკული დაავადება ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა ანუ ის კი არ განკურნავს არამედ დაარეგულირებს წნევას და აცდინებს არტერიულ წნევის ციფრებს და აცდენს შემდგომ გართულებას რა შეიძლება იყოს მაღალი წნევის აი ჰიპერტენზიის გამომწვევი ფაქტორები კი კეთრი და როგორ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტი მკურნალობამდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია პაციენტებისაც არტერიულ ჰიპერტენზიის მკურნალობას იწყებ ცხოვრების წესის შეცვლა იგივე თამბაქო წონა კვება მარილი ფიზიკური აქტივობა პირველი არის ცხოვრების წესის შეცვლა მერე მედიკამენტი პაციენტების დიდი ნაწილი სადაც სხეულის მასის ინდექსი არის მაღალი თუ კი წონაში კლებას იწყებენ არა დოზირების შემცირება ხდება თვითონაც ამას თვალნათლი ხედავენ და არის შემთხვევები გაჩნია როგორ მართავს თვითონ თავის წონას და კვებას იგივე ამცირებს მარილის აღარ ეწევა შეიძლება მედიკამენტიც მინიმალური დოზა არ დაჭირდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალკოჰოლის კატეგორიულად ასე თუ ალკოჰოლი პროვოცირებას აკეთებს არტერიულ წნევის ჰიპერტენზიის საკმარისია ხშირ შემთხვევაში თუნდაც 2 ჯიქა საუბარი რომ არტერიულ წნევის მატება მოხდეს რეკომენდაცია როდესაც პაციენტი გეკითხება შეიძლება დავლიო თუ არა არის რომ არა ალკოჰოლი 0 თუმ პროვოცირებას უშვება არტერიულ წნევის ციფრების მატებას რაც შეცდომაში შეყავს პაციენტის და ექიმის რომელ დოზაზე არის გარდა ამისა ნებისმიერი მედიკამენტი მათ შორის არტერიულ ჰიპერტენზიის სამკურნალო ფარმაკოლოგიაში ნასწავლი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ალკოჰოლის და მედიკამენტის ურთიერთქმედება რას მოგცემ შეიძლება იმ მომენტში მკვეთრი გიპოტონია გამოიწვიოს და კოლაფსის კი ჩართო გაფართოვდეს სიზარხი თუმ ალკოჰოლი კვება და სწორად შერჩეული მედიკამენტი არეგულირებს არტერიულ წნევას, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ კონკრეტული შეზღუდვა არ აქვს რაიმე პაციენტს, ან თვითონ ზოგს ტრავმა აქვს, ან ფეხით კივან არ შეუძლია, ან იმის იქით დატვირთვა არ შეიძლება, არტერიულ წნევა არის მართვადი. გამომწვევი ფაქტორები არის ძირითადად ესენციური ჰიპერტენზია, რომელიც რამოდენიმე მექანიზმია ორგანიზმში და ვთქვათ, იქ სწორედ მედიკამენტს არჩევ ამის მიხედვით არის იქ რენინგიოტენზინის სისტემა არის, კალციუმის სახები არის, ის ბეტა რეცეპტორები, რომელსაც არის ენერგეტოზინის რეცეპტორები თვითონ და იქ ალდოსტერინის მატებამ შეიძლება მოხდეს, ეს არის ჰიპოთირეოზი ხშირად იძლევა არტერიულ წნევის ციფრების მატებას არის კრეატინი ან თირკმლის უკმარისობამ შეიძლება მოხდეს რა თქმა უნდა სწორი დიაგნოზირება და სწორი შერჩევა თქვათ თუ არის თირკმლის უკმარისობა ესეთ პაციენტებში რაღაცა მედიკამენტი არ შეიძლება თუ არის თქვათ ჰიპოთირეოზი ესეთ პაციენტში რაღაცა მედიკამენტი არის რაღაც ჯგუფის მედიკამენტი არ შეიძლება ამიტომ სწორი დიაგნოსტიკა სწორი შერჩეული მედიკამენტი ჯანსაღი ცხოვრების წესით სიცოცხლის ხანგრძლივობა ხარისხიანი და გრძელი ერთი კითხვაც სანამ ლევანთან გადავალ ნაბახუსები და ინფარქტი. ეს არის ალბათ ძალიან გავრცელებული. იცით როგორ არის ალბათ შემიძლია თქვა რომ ამის ესე კონკრეტული სამეცნიერო პასუხი არ არსებობს, ანუ ფაქტი evidence based medicine რაც არის არ არსებობს ამაზე თუნდაც ეთიკურად კვლევას ვერ ჩატარებ. აი რატო არის ესე ხშირად გვეცნის რომ წინა დღეს დალია ადამიანმა მეორე დღეს იყო ნაბახუსებზე და განვითარდა ინფარქტი. შეიძლება შემხედრე ესეთი ინფარქტები რა თქმა უნდა, ესეთი არ შემხედრია ძალიან ბევრი
ხედავთ ერთი ექიმის სტატისტიკა აფის არ ნიშნავს მე ვთქვი რომ ჩემგან პრაქტიკაში ოღონდ ალბათ რომ შეიძლება ვიფიქროთ ეს ადამიანი რომელსაც თქვა ნაბახუსებს ინფექციას აქ ერთი კითხვა რომ რა სიხშირით ხმარობს ალკოჰოლს არის თუ არა აქტიური მწვერვალი იმიტომ მწვერვალები რომელმაც შეიძლება სიფხიზლეში აკონტროლოს სიგარეტის რაოდენობა როგორც ალკოჰოლს იღებს ვერ აკონტროლებს და ძალიან ჭარბია ესევე საკვების მიღება საღამოთი გამოტოვა თუ არა მედიკამენტი რომელსაც იღებდა იგივე არტერიული ჰიპერტენზიისთვის და განვითარდეს რისკ ფაქტორები რომელსაც იგივე ნახეთ როგორ არის არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი არა კონტროლირებად არტერიული ჰიპერტენზიათ მიიჩნევა როდესაც პაციენტი მოდის და გეუბნება და პირდაპირ შეგიძლია დიაგნოზი თქვა რომ აქ არტერიული ჰიპერტენზია როდესაც აღვიძებს დილით გამთენისას როდესაც ხშირ შემთხვევაში მას ღამეს ეძახენოთ ბიოლოგიური საათით ეს არის დილის პერიოდი იწყება აქტიურდება ანუ ჰორმონი შეიძლება მაღვიძებს ამბობს რომ არტერიული წნევა მაქვს მაღალი ან დგება და იზომავს და მაღალია წნევა იგივე შეიძლება ის მექანიზმი იყოს ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში მოხდეს დილის პერიოდში წნევის მატება არ ქონდეს მედიკამენტი ჭარბად ნიკოტინი და დაიწყოს ტკივილი შეტევა და ლევან შენ პირველი ინფარქტის შემდეგ ერთხელ კიდე დაგჭირდა სტენტირება რა სიხშირით იკონტროლებ მას შემდეგ გულს და აი როგორი არის ახლა შენი ეს რუტინა იცი თავიდან ესე იგი როგორ იყო რომ როდესაც მწვავე და გადაუდებელი იყო იქ ის ერთი სისხლძარღვი რომელიც ნახეს და აუცილებლად გასაპარტოებელი იყო და ჩადგეს იქ სტენტი შემდეგ მითხრა ექიმი რომ იცი რა არის კიდევ შევიწროებად თუ კიდე რამდენიმე ხანში გამოიარე და ნუ იდეაში 4 დამატებით 4 და ესე იგი 5 ჯამში და ისიც ესეთი ნუ შეიძლება არა ინფანტილურად არა პროფესიონალურად მაგრამ ნუ ესეთი გამისწორეთ თუ არასწორად მაგრამ თითქოს პროფილაქტიკა ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეწოდა რომ მოდი პროფილაქტიკისთვის ჩავდგათ ეხლა მთლად ესე არ არის რა თქმა უნდა პროფილაქტიკისთვის სტენტი არ იდგმება მაგრამ იმისაც რომ მაქსიმალურად იყო დაცული რაღაც აი ესე გაფორდა თუ შეიძლება ასე ვთქვას და მეც ნუ დაუგნია თავი იმ წუთში არ იყო დანარჩენი სტენტები შემდეგ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში კი არა 10 დღის შემდეგ დავიმატე და 6 თვეში ერთხელ რუტინულად გავდიოდი ნუ მანამდე თავიდან უფრო ხშირად მაგრამ შემდეგ გადავედით 6 თვეში ერთხელ ეხლა წელიწადში ერთხელ და ნუ ყოველ შემთხვევაში არავითარი დამატებითი კლინიკური ნიშანი არ მქონია ჯერჯერობით და იმედი არც მექნება ხო იმედი არც მექნება იმიტომ რომ ნუ ზედის არის თქმის არ იყოს ვცდილობ მაქსიმალურად რომ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო დავდივარ ბევრს ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ბევრია რომ არ მომიმატია წონაში ვცდილობ რომ ეს ვაკონტროლო და ნუ რა ვიცი მე მგონი ამ თვალსაზრისით პრობლემა არ მაქვს და ძნელი იცი რა არის ერთი რამ მინდა ვთქვა როდესაც არა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვები და შემდეგ რაღაცა გარდატეხა მოხდება შენ ცხოვრებაში აი როგორც წეველი ვინც დაანება სერიოზულ თამბაქოს თავი და დამეთანხმება ყველა რომ უცებ აღმოაჩენ რომ თურმე საკვები რა გემრიელი ყოფილა რა მრავალი სხვადასხვა გემო ქონია გემოები შეგეცვალა ზუსტად შემეცვალა და რაც თავია იცი უცებ აღმოაჩინა რომ ჯანსაღი ცხოვრება რამდენად კარგი ყოფილა ამას ვერ ხვდები როდესაც არაჯანსაღად ცხოვრობდა შემდეგ ამას რომ აღმოაჩენ ძალიან ძნელია უკან დაბრუნება ხალ თუ მართლა რაღაცა ფსიქიკის პრობლემა არ აქვს, ოღონდ სტანდარტული ფსიქიკის პრობლემა მე ხა დაავადებას კი არა, რაღაც დეპრესიული თუ არა ხარ და მიდრეკილი თუ არა ხარ, რაღაც ისევ უკან დაბრუნებაზე, რომელიც ასევე პრობლემა არ არის, რადგან ფსიქიატრი არსებობს და მიხვალ და იმკურნალებ, ხო? ანუ თურმე აღმოაჩენ და ყველას მინდა უთხრა, რომ ჯანსაღი ცხოვრება ედიქტური არის, აი ეჩვევი და კარგია. სხვა შორის ერთადერთი რაც ვერ მოახერხე და ძალიან მინდა რომ აღადგინოთ სურვა. იმიტომ რომ მაგ დროს ენდორფინები ყოველთვის გამოგეყოფა ადამიანს და ყოველთვის კარგად ხარ და ესეც დამოკიდებული კარგი გები დამოკიდებულება გეჩნდება. აი ეს ცოტა ჩემი ცხოვრების წესის გამო და ამ პროტესტებში მონაწილეობის გამო ცოტა ვერ მოახერხე ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ მე მგონი მინდა რომ ესეც დამერგო. კი, აუცილებლად და მჯერა რომ მოახერხებ. და ბოლოს მაყურებელს უთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ინფარქტის ნიშნების დროს სწრაფი და სწორი რეაგირება. თქო უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც უკვე მიდის ადამიანი და ემართება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, აუცილებლად რაღაც ნიშანი ამისი არის, ესე არ ხდება ხოლმე. არის თუმცა შემთხვევები, სადაც მე რემონტის და გვინახია, რომ უკვე გადატანილი ინფარქტი არის, თუმცა ესეც სტატისტიკურად ალბათ კარგად დაითვალოს ნაკლები არის.
ზუსტად კარდიოლოგიაში არის და მithumetes გულის მწვავე შემიური დაავადების დროს, როგორც არის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მთელი სოფლიო, ანუ ცივილური სამყარო, ცივილური მედიცინა იქეთკენ წავიდა, რომ რამდენად სწრაფად მოხდება, ანუ მას ქვია კარებიდან, ანუ სიგურს მოსახლის კორონაროგრაფიის ბალონამდე. ანუ რა დროში, რაც მალე მით უკეთესი, ანუ ოქროს საათი ქვია მას. მიოკარდიუმის ინფარქტი რა არის და იკეტა სიზაღ, რომელიც კუნთს კვებავს, რომ კუნთის დაზიანება, ანუ კუნთის შეუქცევა პროცესი არ მოხდეს, ანუ და არ დანეკროზდეს, რაც მალე გაიხსნება, მალე აღდგება, კვება და მიოკარდიუმის ინფარქტის თავისი გართულება აქვს, რატო აი მიოკარდიუმის ინფარქტი არის ხოლმე ამბობენ დაემართება და რამე რა. არავინ არ იცით გადაიტანს თუ არა ადამიანი მწვავე პერიოდს, თუ გადაიტანს როგორი გართულება დარჩება. მიოკარდიუმის ინფარქტი თავის გართულებაც ერთ-ერთი არის, უეცარი სიკვდილი, რატო ხდება პარკურსა ფიბრილაცია, ანუ რითმის ისეთი დარღვევა, რომელიც შეუსაბამო არის სიცოცხლესთან. შემდგომში თუ დიდი წინა კედლის ინფარქტი ხდება, არის გულის უკმარისობა, ისეთი, რომელიც შემდგომში შეიძლება სტენტით ჩაუდგა, შეიძლება შუნტიც გაკეთდეს, ოღონდ ვერ აღიდგენს სიმპტომი, თვითონ კუნთი იმდენად დაზიანდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თავიდანვე სიმპტომები არ უნდა ექიმს დაურეკო, აბა ის რას მეტყვის, მე მეზობამა წამალე უთხრა დაველოდოთ არა. მას სწრაფად ტრანსპორტირება ჰოსპიტალში. პირველი არის რომ სახლიდან კლინიკამდე, ანუ ბალონამდე დროს სტენტი გაიშალოს. და იგივე შეიცვალა ეს მიდგომაც, რომ არიან პაციენტები, რომელსაც არა სტენტი, არამედ შუნტი ჭირდება და ადრე მე მახსოვს, მე დიდი ხანია რაც ექიმი ვარ, არ დაწყები ექიმი, რომ იგრძალებოდა მწვავე მიოკარდიუმ ინფარქტის დროს არტო კორონავის შუნტირება. ეხა პირდაპირ ჩვენება არის, რაც მალ თუ ჭირდება შუნტი გააკეთე, რომ კონტი არ დაგიზიანდეს. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევებისთვის. საკუთარი ისტორიის გაზიარებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. და შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი გახლავთ PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს.